აი ახლა უკვე ორივე ბეჭი არის ჩაკერილი, ნახეთ, ერთიც და მეორეც. ეს არის კაპიშონის ეს ნახევარი, რაც პირველი წინა მხარის ნახევარი, რაც მოქსოვილი გვაქვს. აქეთ მოსაქსოვია კიდევ. გარდა ამისა, ახლა ჩვენ ზუსტად დავიწყებთ აი დანარჩენი ნაწილის, კაპიშონის დანარჩენი ნაწილის ქსოვას და აი ესე აი აქედან რა თქმა უნდა დავიწყებთ და გავყვებით აი ამ ზურგის მხარეს მივაქსოვთ და შემდეგ უკვე აქ როცა მოვალთ აი სადაც ნაკერი გვაქვს იმის შემდეგ კიდევ გაჩვენებთ და აი უკვე მთლიანად აი როგორც აქეთ იქსოვებოდა ეს მხარე ხო ასევე აქეთ მოგხსოვთ. კარგით. ეხლა აქ სასურველია რომ თქვენ გადათვალოთ რამდენი რიგი გაქვთ აი ნაკერიდან ნაკერამდე აი ზურგის მხარეს. ეხლა მე უკვე გადავთვალე და გეტყვით რომ მაქვს 17 რიგი. ანუ ზოლებით კი არა, ესე ზოლებს კი არ ვთვლი. აი რიგებს, ნახეთ. აი რაც კავშირშია, ამას არ ვთვლით აქ, ხო? აი ეს, ნახეთ, ეს არ არის დასაკავშირებელი. აი აქედან ვიწყებთ 1 2, ნახეთ კარგად აბა. ესე იგი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 და ნახეთ აქ კიდევ ნახევარია ესეთი კიდევ ერთი რიგი მე 17 რიგი მაქვს. თქვენც ნახეთ რამდენი რიგი გაქვთ, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია რომ თქვენ იმდენი რიგი უნდა მოგხსოვთ კაპიშონისთვისაც შესაბამისად, ხო? თუმცა ერთი რიგით კიდევ აი აქ ნახეთ, აი ამ ნაკერისადაც გვაქვს, აქაც უნდა შევიდეთ. ანუ გარდა ამ ზურგის რიგებისა, კიდევ აი აქ გვექნება პლუს ერთი რიგი, პლუს მეორე ნაკერზე აქ კიდევ ერთი რიგი, ანუ ჯამში ორი რიგი დაემატება. დანარჩენი ხო ჩვეულებრივ აი რამდენი თვალიც გაქვთ, ესე იგი ზურგის, უბრალოდ ნუ თვალი, ესე თქვა და პირობითია ეს არის რიგი. რამდენი რიგიც გაქვთ, იმდენი რიგი ექნება კაპიშონსაც. კარგით, ესე იგი, ნუ უკანა მხარეს. ეხლა ჩვენ ნახეთ, აქ თუ დააკვირდებით, თუ გაიხსენებთ, როცა კაპიშონი მოგხსოვეთ, აი ქვემოთ ჩამოვყევი, აი ესე, მე კიდევ ქვემოთ ჩავედი და რო ამოვდიოდით, მაშინ მოვტრიალდით, აი აქ უკვე აღარ გავყევით, ხო? კაპიშონს უკვე მხარეს ის გავაკეთეთ, აქ მოხვევა და ისევ ქვემოთ. ესე იგი, აქ კაპიშონი დამთავრებულია აი ზემოდან ქვემოთ რო ჩამოდიოდა. შესაბამისად, ეხლა ჩვენ ისე უნდა გავაგრძელოთ, რომ ავიდეთ ქვემოდან ზემოთ. აი ესე, აუცილებლად. აი ესე ის ნაწილი, რომელიც მოგხსოვილი გაქვთ, აქ გაქვთ თქვენ 20 თვალი. აი ესე. ეხლა პირველი რასაც გავაკეთებ, ცოტა პატარა ის ნაღი აიღეთ, რომ აი აქ მაინც მჭიდროდ აგვაქვს ჩვენ ნაკერი გაკეთებული და აქ უნდა ჩავიდეთ. ნახეთ, ესე იგი, აქ დააკვირდით, ცოტა კი გამეწელა ეს თვალი მე, მაგრამ ეს არის კავშირი აი ამ კაპიშონის აი ამ თვალთან, ანუ აქ ვიყავით. აი ეს არის, რომელიც არ არის კავშირით, ხო? ამიტომ ჯერ ნახეთ, ჯერ შედიხართ აი აქ ნაკერში, სადაც ნაკერია, აი აქ ზურგის მხარეს არ გადახვიდეთ ჯერ, ხო? აი ესე. აქ გავაკეთოთ ძაფზე ესეთი თვალი, აი ესეთ ულფის სახით. და ეს გამოვიტანოთ, როგორც პირველი, ესე თქვათ, თვალია, მაგრამ ან ცოტა ესე დიდი თვალი გააკეთეთ მაინც, იმიტომ რომ საკმაოდ მსხვილი თვლები გვაქვს. ეხლა ეს უბრალოდ პატარა ყაისნაღი ესე წვრილ თვლებს შორის ვერ გავიდო და ამიტომ გამოვიყენე. ეხლა გადავალ ისევ ჩვეულებრივ ჩვენ ყაისნაღზე. და ეხლა ჩვენ გვსოვთ, ნახეთ, ეს რიგი იქნება აი ამ გვერდით ნაწილთან დაკავშირებული რიგი. ანუ ზურგის მხარეს ჯერ არ გადავსულვართ. აი ესე. ეხლა აი აქედან უკვე ჩვენ დავიწყებთ, აბა დააკვირდით, კაპიშონის ქსოვის, ესე იგი, ქსოვას. აქ შეხედეთ კარგად, რომელი თვალი იყო? აი ეს თვალი უკვე არის მოქსოვილი კაპიშონის. აი ეს არა გვაქვს, აი ეს აქედან იწყება და აქედან თუ გადათვლით, უნდა გქონდეთ 20 თვალი. ეხლა პირდაპირ გსოვთ თვლებს
ნამატის გარეშე. ეხლა მე ეს ვფიქრობ ძალიან გამეწელა ეს პირველი თვალი და ეს ყოველთვის შეგიძლიათ პრინციპში მოვქაჩოთ. აი ეს ძაფის ბოლო. ხო, მე ხო ის ურფით გავაკეთე და ცოტა მეჩვენება ძალიან ზედმეტად ეს გავაკეთე ზედმეტად. კარგით, აი ესე მოვქაჩოთ. ესე იგი, ეხლა მე მოგსურვებ პირველი თვალი ნამატის გარეშე. შემდეგი, აი ეს მეორე, უკანა კედელში ჩვეულებრივ, როგორც მანამდე ვაკეთებდით, ხო? აი ეს. ხა კაპიშონის მას მივყვები ზემოთ და ზემოთ. აი ესე, მოდით კარგად ფოკუსი გავაკეთოთ. მოდით აქ თუ მინდათ გავაკეთოთ ნიშნული პირველ თვალზე, რომ მე შევამოწმოთ, რომ ნამდვილად 20 თვალი გვაქვს, ყოველ რიგში 20 თვალი უნდა გქონდეთ. აი ეს 1 2 3, 3 თვალი მაქვს და ესე იგი ეს რიგი მოდის აი ამ ნაკერიდან, ხო? ნაკერიდან ზემოთ. აქ პრინციპში შეიძლება და კიდევ ერთხელ ამ ნაკერში, აი რომ მოვტრიალდებით, კიდევ ამ ნაკერში ჩასვლა, იმიტომ რომ ესეთი თუ გინდათ რომ უფრო ესეთი მომრგვალო ფორმის კაპიშონი გამოგივიდეთ. შეგიძლიათ მხოლოდ აი ერთხელ ეხლა რაც ამოვიყვანეთ თვალი ეს და მე უკვე პირდაპირ ზურგის მხარეს მიაკავშიროთ ხოლმე რიგები, მაგრამ ცოტა ისეთი უფრო წაგრძელებული, ვიწრო იქნება თქვენი კაპიშონი მაგ შემთხვევაში. არის მომრგვალებული უფრო ფორმები, როგორც მოგწონთ. მე მგონი გავედი უკვე ხო ეს. მედია რო კარგად ჩანს ახლა. ესე იგი, ჩვეულებრივ გსოთ თვლებს ნამატის გარეშე უკანა კედელში შესვით. ესე იგი, კაპიშონი უნდა მოგსოთ ახლა ჩვენ. ახლა წინასწარ გეტყვით, რომ თითოეულ რიგს, აი უკვე ზურგის მხარეზე როცა გადავალთ, უნდა შეუსაუმოთ თითო რიგი ზურგის მხარეს, ხო? აი ესე წესით უნდა მოგსოთ. აქაც გირჩევთ, რომ აი ბოლო თვალზე უბრალოდ ბოლო თვალს მოგსო, მაგრამ აი შემდეგ რომ მოტრიალდებით, ხო? პირველ თვალზე გააკეთოთ ნიშნული. აი ერთი თავისუფალი თვალი აუცილებლად მოტრიალებისას და აი პირველი თვალი ნამატის გარეშე აქ გააკეთეთ ნიშნული. აი ესე პირველი თვალი ნამატის გარეშე, სადაც მოგსოვე, ხო? შეგვიძლია მოდით გადავთვლი მაინც. ეს პირველი თვალი მოგსოვე, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მეერვე, მეცხრე, მეათე, 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 10. აი ეს 20 თვალი გაქვთ ჯამში. კაპიშონზე. ეხლა ნუ ჩემი სისქის ძაფით თუ გსოვთ, ამ შემთხვევაში ესე დაგჭირდებათ. ხო, სანტიმეტრებში მე მგონი 35 იყო, ხო? ანუ შეგიძლიათ ესე ზომის მიხედვით უბრალოდ თქვენი ძაფით ისე მოგსოვთ, რომ შევამოწმოთ მაინც კი 35 სანტიმეტრი იყო კაპიშონის სიმაღლე. ეხლა მე ჩავალ ქვემოთ და ფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ დავაკავშირო გვერდით, ანუ მხრის ნაწილს. აი, ეხლა ერთი ეს რიგიც და შემდეგ მომდევნო რიგი რომ მოუტრიალდებით, ისიც კავშირში უნდა იყოს აუცილებლად, იმიტომ რომ ყოველი რიგი გარკვეულ ესე იგი წერტილს უნდა უკავშირდებოდეს, ხო? ახლა გაჩვენებთ როგორ ვაპირებ, რომ გავაკეთო. ესე და აი ბოლოს აი ეს ნიშნულის თვალი. ხა ჯოჯობით მოვხსნი ნიშნულს და შემდეგ დავაბრუნებთ ისე. აი ესე ბოლო თვალი იყო. ეხლა მე მინდა ისევ, ნახეთ, აი პატარა ყარისნახს გამოვიყენებ, რომ ჩავიდე როგორმე აი ნახეთ, აი იქ სადაც ვიყავით, აი თავიდან რომ დავიწყე, ხო? აი ეს ქსოვა, აი ამ
აი იქვე ჩავალ, ანუ მეორეჯერ დავაკავშირე ისევ აი მხარის ნაწილს. აქ ეს ისეთ ცოტა მეტ რიგებს გაძლევთ ახლა ერთ ადგილას და ცოტა უფრო არ იქნება ესეთი მილის ფორმის, ხო, ცოტა მომრგვალო იქნება. აი ეს დავაკავშირე შემაერთებელი თვალით. ეხლა უკვე შემდეგ რიგზე გადავდივართ. ეხლა აქ თან ნახეთ თუ ვთქვათ გიჭირთ ხოლმე ხო, აი ბოლო თვალი იყო, აი ეს. ბოლო თვალი მონიშნეთ, რომ აქ მე შემაერთებელი თვალი მოგსოვე კიდევ, ეს რა თქმა უნდა შემდეგ რიგში ეს არ მონაწილეობს და რო არ შეგეშალოთ უბრალოდ. კარგით. ეხლა უნდა გადავიდეთ ზურგის მხარე უნდა მივამაგროთ, ხო? ესე იგი, მივამაგრეთ ბეჭის მხარე, ეხლა ზურგის მხარე. ოღონდ ნახეთ, ეს არა, იმიტომ რომ ეს უკვე აი ამის ნაწილია, ესე ვთქვათ, აი ამ რიგის, რომელიც კავშირშია. აბა შეხედეთ კარგად. აი ესე გვაქვს. აი ესე. ერთი ძაფი აქვს, მხოლოდ, ხო? მაინც მირჩევნია, რომ რამოდენიმე ძაფში შევიდეთ. აი ესე. აი ნახეთ, ეს. ისევ შემაერთებელი თვალი და ისევ გადავალ მე ჩემ დიდ ყაისნახზე. ეხლა უკვე დიდი ყაისნახით მოგსოვს, სანამ მეორე მხრის ნაკერს არ მივახლოვდებით, ხო, იქ წვრილი ყაისნახი ჯობია. აქაც შემაერთებელი თვალი მოგსოვე და მივყვებით უკვე, ესე იგი, ამ ჩვენი კაპიშონის მომდევნო რიგს. აი ფაქტობრივად ის რო გითხარით 17 რიგი, აი ეხლა იწყება ეს 17 რიგი. აი ეს პირველი, ესა პირველი რიგი, აი 17-დან, რომელიც ზურგის მხარეს გაჩვენეთ. აქ შეგიძლიათ დააბრუნოთ ეს ნიშნული, ნახეთ, პირველი თვალია. აი ეს. ხო. და ასე შემდეგ, ეხლა ავალთ ბოლომდე. უბრალოდ აქ 17 თვალი, 17 რიგი რახან გაქვთ, შუაზე გაყოფთ ამას. და ჩვენ გვექნება, ესე იგი, აქეთ იქნება 8 რიგი, შუაში მე ესე ვთქვათ, კიდევ ერთი რიგი, ხო? აი იმ რიგის მიმართ უნდა გავაკეთოთ ჩვენ, აი ახლა აქ სიგრძე ესეთია 35 სანტიმეტრი გვაქვს, მაგრამ ცოტა უნდა ესე ვთქვათ, შევამციროთ, როცა უკვე მივახლოვდებით. აი ამ ადგილს ახლა ნახოთ, ერთი რიგი, აი ეს იყო, ხო, აქედან ახლა რაც ის 17-დან გულისხმობ. 1 2 3 4 5 6 7 და 8. აი ეს 8. და აი ამ მერვე რიგის შემდეგ, აი ეს მე-9, ნახეთ, აქ გავაკეთებ, თუ კარგად არჩევთ. აი აქ არის მერვე, აქ არის მე-9. აი მე-9-ში გავაკეთებ მე ნიშნულს, ეს იმისთვის გვჭირდება, სადაც ცენტრალური ნაწილი ზურგის მხარის. თან ახლა გავშლება და თვალითაც წესით უნდა ესე მივხვდეთ, რომ კარგად ზუსტად ცენტრში უწევს. აბა თუ ჩანს კარგად არ ვიცი, ახლა რამდენად ცოტა ხელში ავიღებ კამერას და აი ნაკერიდან, აი ამ ნაკერამდე, აი აქ ცენტრი უნდა ნახოთ. აი აქ იქნება ყველაზე დაბალი სიმაღლე კაპიშონის. თუმცა ეს ძალიან ბევრ მოკლებასაც არ ვაპირებთ, მაგრამ ესე დაახლოებით 3 თვალი უნდა მოვაკლოთ. ამას გავაკეთებთ, როცა მივახლოვდებით, აი მაგ ნიშნულს, აი ხა მე სადაც ჩავამაგრე, აი აქ. ესე იგი ეს მე-9 რიგია, მე-8, მე-7, მე-6. აი ესე აი ამ ადგილას მოვაკლებთ. შემდეგ პირიქით მოუმატებთ იგივე რაოდენობას, ხო? ისევ იგივე ესე სიმეტრიული უნდა გქონდეს ეს კაპიშონი, ხო? ეს იმისთვის კეთდება, რომ თქვენი კაპიშონი არ იყოს ძალიან წაწვეტებული, აი როცა ჩაკერვას გავაკეთებთ, ხო? კაპიშონის თავზე, აი წვეტი არ მიიღოთ, ხო? ეს ზემოთ. ეხლა ჩვეულებრივად გსოვეთ ესე 20 თვალი გექნებათ, უკანა კედელში შესვლით ფლევინამატის გარეშე. აი ესე ჯერჯერობით დავაგროვოთ რიგები, აი ნიშნულის ახლოს რომ მივალთ. რამოდენიმე რიგით ადრე დავიწყებთ მოკლებას. კარგით, ესე გსო. ეხლა მე ერთადერთი ის მინდა რომ კიდევ გაჩვენოთ აი ზურგის მხარეს მიმაგრება, ამიტომ მოდით გაჩვენებთ კიდევ ერთხელ აი ზურგის ქვემოთ რო ჩავალ ხო კაპიშონის
ძირში, აი იქ როგორ ვაერთებთ, ესე იგი. ეს რიგი მიკავშირებულია უკვე, ხო? ეხლა რაც გავაკეთე და აი კიდევ ერთხელ მინდა რომ კარგად გაჩვენოთ. ეს ნიშნულის თვალი მოვქსოვე. მოვსვათ ჯერჯერობით. ერთი თავისუფალი თვალი მოტრიალდით. ეხლა აქ პირველ თვალზე გავაკეთებთ ნიშნულს. აი ესე. და ესე ჩამყვები ახლა, მოდით ესე გაყევით თქვენს და შეგხვდებით აი ძირში როცა ჩავალთ, ზურგის მხარეს როგორ დავაკავშიროთ, კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. აი უახლოვდები ახლა ნიშნულის ადგილს. აი სადაც დაკავშირება გვაქვს ზურგის მხარესთან. აი ბოლო თვალი. აქ შეგიძლიათ დააბრუნოთ ესე უფრო ეს არის ადვილი მერე გარჩევა. აი ესე. კარგით. აი ესე. ეხლა უკვე ვაკავშირებთ ისევ ესე ზურგის მხარეს. აი ზურგის მხარე ნახეთ. აქ დავაკავშირეთ, ეხლა ეს ნახეთ ზოლების მიხედვით უყურებ მე ამას, თითქოს ცოტა აქეთ წამოვიდა, მაგრამ აი აქ მაგ დაკავშირებული, ეხლა აი ამ ზოლის მიმართ იქით მეორე მხარეს, აი აქეთ მხარეს. 1 2 3 4, აი ესე, ხო, კავშირები. აი აქ ცოტა თითქოს შორს არის, მაგრამ აი აქ აი ამას ეკუთვნის, აი ამ ზოლს. ხო, თითო ზოლს ორი რიგი შეესაბამება. ეხლა ის შემომოგეჩვენოთ რომ შორს გადავდივარ, მაგრამ არა ესე შემაერთებელი თვალი კიდევ ერთხელ მომდევნო, ანუ ეხლა კიდევ ერთი რიგით, ხო, იმიტომ რომ ეხლა ეს რაც კავშირი გავაკეთე, აი ამ რიგის იყო. ხო? ეხლა მომდევნო რიგი უნდა მოგხსოვთ, აი იმისთვის კიდევ ერთხელ უნდა გადავიდეთ. აი ესე, აქ ცოტა ერთი ძაფი გამომივიდა, მოდით კიდევ ცოტა აი ესე. აი ესე. ისევ შემაერთებელი თვალი და მოტრიალდით. ეხლა ავყვებით ისევ ზემოთ კაპიშონს. პირველი თვალი აი ჩანს კარგად, ხო? ეხლა მოვხსნი. უკანა კედელში ყოველთვის თვალი ნამატის გარეშე. აქ შეგიძლიათ დააბრუნოთ ნიშნული. ეს პირველივე თვალზე. და ვაგრძელებთ ესე, აი ასე მოგხსოვთ, ეხლა მე მინდოდა მაინც მეჩვენები, აი ესე რიგი და რიგზე რო გადადიხართ, როგორ უნდა მიამაგროთ. აი ესე უნდა მოგხსოვთ და მოდით ნახოთ, სადამდე რამდენი რიგი გჭირდებათ ეხლა. აი ესე. ესე უნდა მოგხსოვთ, სანამ არ მოვალთ, აი ნიშნული აქ მაქვს, ხო? ეს არის მე-9 რიგი, მე-8, მე-7, მე-6. აი აქ მე-6 რიგთან რომ მოვალთ. სინამდვილეში მოკლებას რა თქმა უნდა ზემოთ ვაკეთებთ, ხო? მოკლედ მე ზემოთ ხარეს ვიქნები, ანუ მე-6 რიგი არ მექნება მოგხსოვილი ჯერ, ხო? მე-6 რიგის დასაწყისში შევხვდებით. აი ესე გავაკეთოთ. ხო? ეხლა აქამდე დაგვრჩა ჩვენ კიდე, მოდით ნახოთ. მე-8, მე-7, მე-6, მე-5, მე-4. აქ უკვე დაკავშირებული. ფაქტობრივად ორი რიგი გამრჩა ახლა მე მოსაქსოვი ამის შემდეგ. და შეგხვდებით კარგით. თქვენც ესე გადათვალეთ, რომ ესე იგი ეს რიგი და კიდევ ორი რიგი და შეგხვდებით. აი ხო, ეს უკვე კიდევ ორი რიგი, როგორც გითხარით, მოგხსოვე. ფოსოდ ხა ვამთავრებ და ეხლა ბოლომდე მოგხსოვოთ ეს არის აი 17 რიგიდან ზურგის მხარეს. ეს არის მე-6 რიგი. ბოლომდე მოგხსოვე, ახლა ნახეთ.
აი ეხლა ნახეთ შევამცირებთ ჩვენ ერთი თავისუფალი თვალი მოგსოვე ბიჭისთვის და იმის ნაცვლად რომ აი აქ შევსულიყავი შევალ აი აქ ერთ თვალს გამოვტოვებ აი ესე ეხლა გექნება თქვენ უკვე 19 თვალი ნამატის გარეშე კაპეშონზე აი ეხლა აი ამ ადგილას ეს სანამ ესე იგი მიმაგრება გვექნება 19 თვალი გექნებათ იმის გამო რომ ერთი თვალი გამოვტოვე ეს არის მე-7 რიგი აი 17 რიგიდან კარგით ეხლა გავაგრძელოთ ჯერჯერობით მიმაგრებას ჩვეულებრივ ისევე გავაკეთებთ როგორც მანამდე ვაკეთე აი ამ რიგს მივამაგრებთ შემართებელი თვალით მერე გადავალ მეორე მომდევნო რიგზე იქაც შემართებელი თვალი და მერე ამოვყვებით უკან აი ამ კაპეშონს კიდევ მოვხსოვთ ბოლომდე მოვხსოვთ მანდებით გაჩვენებთ თან რადგან ეს უკვე რამდენიმე რიგია ესეთი სადაც მოკლებებს გავაკეთებთ მაგრამ რიგის გამოტოვებით ერთი რიგის გამოტოვებით ვაკეთებთ მოკლებებს ეს მე-6 რიგი უბრალოდ ეს მე-7 რიგი ახლა ხო მოკლება უკვე გავაკეთე ერთხელ შემდეგ მე-8 რიგში იქ არ გავაკეთებთ მოკლებას მოვხსოვთ მთლიანად ნიშნულის ჩათვლით აი ზემოთ აი ამ ნიშნულის თვალის ჩათვლით ეხლა მოდით ბოლო თვალი ეს ნიშნულის აი აქ და ეხლა შეგიძლიათ გადათვალოთ რა თქმა უნდა რომ შევამოწმოთ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 აი ეს 19 თვალი უნდა გქონდეთ შემდეგი ეხლა მიმაგრება გვექნება აქ უკვე მივამაგრე ამ ადგილას აი ესე აი აქეთ ოღონდ შეგიძლიათ აქ შეხვედეთ შეგიძლიათ აქ შეხვედეთ ესე ზოლის შემდეგ ეს ესე შემართებელი თვალით და შემდეგ რიგზე გადავდივართ ხო აი ამ ზოლს და ამ ზოლს შორის ნახეთ დააკვირდით ერთი ზოლი მეორე ზოლი ამათ შორის გაქვთ ორი რიგი ერთი დავამაგრე ახლა მეორეზე გადავალ ოღონდ აქ ისე შევდივარ ხოლმე რომ ზემოთ ორი ძაფი იყოს რომ თლათ ერთ ძაფი ესე არ გაიწელოს ძალიან ისევ შემართებელი თვალით ხო ახლა აქ მე არ ჩავამაგრე მაგრამ მე მგონი ვიცნობ და ეს არის ჩვენი პირველი თვალი ხო ჯობია ჩაამაგროთ ხოლმე რომ უფრო კარგად გაარჩევთ ეხლა ეს ჩემი სამუშაო ძაფი ხედავთ რომ ესე შუაში ხვდება ხოლმე მაგრამ ასე არა უშავს ესე გააკეთეთ ესე იგი აბა ჩვენი თვალი ეს პირველი თვალი თავი აი ეს შემართებელ თვლებს არ შეეხოთ სადაც მიმაგრებები გავაკეთეთ ხო ზურგის რიგებთან ზურგის მხარის აქ დავაბრუნე ნიშნული პირველ თვალზე ეხლა ავყვები ეს უკვე არის მე-8 რიგი მე-8 რიგში არ გავაკეთებთ მოკლებას ესე შეგიძლიათ დაიმახსოვროთ ესე იგი ლუწ რიგებში არ ვაკეთებთ აი ხლა მე-6 რიგის შემდეგ ხო ლუწ რიგებში არ ვაკეთებთ მოკლებას კენტრიგებში ვაკეთებთ აი ესე ისე უკანა კედელში შესვლით თვლები ნამატის გარეშე ცოტა ესეთი მომრგვალებული ფორმა ექნება კენწეროს ადგილს ესე კაპეშონის წვეროს ну ფაქტობრივად წვერო ესეთი გამოკვეთილი არ იქნება და ძალიან ლამაზიც გამოვა. უი. აი ეს ახლა ბოლომდე ვგსოთ ხო? აი ბოლო ნიშნულის თვალსაც ვგსო. აი ესე იყო ჩვენი ნიშნულის თვალი. ამოვიღოთ ნიშნული. ეს თვალი ნამატის გარეშე იყო, ერთი თავისუფალი თვალი, მოვტრიალდით. აქაც ეხლა უკვე მე-9, უბრალოდ ხო მე-9 რიგზე გადავედი, ხო? კი, მე-9 რიგზე გადავედი. აქაც ერთ თვალს გამოვტოვებ. აი ამ თვალს ნახეთ, ეს ბიჯის თვალი გაქვთ. აი ეს უნდა გამოვტოვოთ და შედიხართ აი აქ. არც ეს ფოკუსი რატომ მიკარგება ესე მოდევად. აი ესე.
ესე იგი. ბიჯის თვალი ვტოვებთ და აი აქ. ეხლა თქვენ გექნებათ უკვე 18 თვალი გექნებათ კაპიშონზე ახლა ამ შემთხვევაში. და ვართ მერვე რიგზე. უბრალოდ მეცხრეზე გადავედით, ხო, მერვე იყო რომ მოვედით, ქვემოდან ზემოთ ამოვიდა მერვე რიგი, ხო? ხო, მეცხრეზე ვართ. მოკლედ ეს ახლა ხო, წესით არა ჯერ არ ვართ ესე იგი მეცხრეზე მისული, იმიტომ რომ აქ ნახეთ, აბა დავაკვირდეთ, აი აქ შევაერთებ და შემდეგ გადავალ. ხო, მოკლედ აი თავარია მონაცვლეობით გააკეთოთ, ერთ რიგში აკეთებთ მოკლებას, მეორე რიგში არ აკეთებთ, ბოლომდე გსოვთ, ხო? და სამჯერ უნდა გაკეთდეს მოკლება, სამჯერ ჯამში. სამი თვალი, მერე პირიქით უნდა მოუმატოთ ისევ ეს სამი თვალი. კარგით. ნუ ეს ახლა ნამდვილად 18 თვალი იქნება, ეჭვი არ მეპარება და ახლა აღარ გადავთვლი. ნიშნული ეს თვალი. და ახლა ვაკეთებთ, აი ეგ შეგიძლიათ დააბრუნოთ, ეს მოგეხმარებათ, მერე რო იცნოთ ეს თვალი. ახლა ესე იგი, შემდეგი რიგი აი აქ უკვე მქონდა დაკავშირება, აი აქეთ. აი აქ. აი ამ ზოლის შემდეგ. შემაერთებელი თვალით და მომდევნო რიგისთვის კიდევ აი უკვე ფაქტიურად აი ამ ნიშნულის ადგილას მივედი, ოღონდ აქ მინდა რომ შევიდე ორ კედელში. აი ესე გამოარჩიეთ, ნახეთ. აი აქ. მოსაკოთ. აი ესე. აქაც შემაერთებელი თვალი. აი ესე. და მოტრიალდეთ. ახლა ნიშნული უკვე აღარ გვინდა პრინციპში ჩვენ. უბრალოდ სიმეტრიულად ისე მომატებებიც უნდა გავაკეთოთ. ოღონდ ჯერჯერობით მხოლოდ ორი თვალი გვაქვს ჩვენ ახლა მოკლებული. ჯერ კიდევ უნდა გავაკეთოთ მოკლება. კარგი, ჯერ ვაკეთებთ ესე იგი ეს პირველი თვალი, ნიშნული ამოვიღე, გადავიტანეთ. აი ეს არის ახლა პირველი თვალი. თვლები ნამატის გარეშე უკანა კედელში შესვლით. მოგსოთ ახლა ამ 18 თვალს ბოლომდე, ეს ეგ სადაც ნიშნულია. ნიშნულის ჩათვლით, ხო? გავყვეთ. აი ეს ნიშნულის თვალით მოგსოთ. აი ესე. ერთი თავისუფალი თვალი და კიდევ ერთი მოკლება. ხო, ესე იგი. თავისუფალი თვალი ბიჯისთვის არის, ეს გამოვტოვოთ და აი აქ უნდა შევიდეთ. აი ეს. თვალი ნამატის გარეშე, ხო, აი აქ გვინდა ეს პირველი ნიშნული, ხო, პირველი თვალზე. ეხლა გექნებათ უკვე 17 თვალი. აი ამ კაპიშონზე. და ფაქტიურად მორჩა. ამის შემდეგ უკვე გავაკეთებთ უკვე მატებას. მოკლება აღარ იქნება. ისე. მაინც გადავთვლი მე კიდევ. ახლა შევამოწმოთ მაინც როცა გავალთ ბოლოში. ესე და ბოლო თვალი. აი ეს ნიშნულის თვალიც მოგსოვ. ახლა მოდით გადავთვალოთ. აი ეს პირველი თვალი გაქვთ ნიშნულის 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17. აი ესე 17 თვალი გაქვთ. დავაბრუნებ.
ეხლა ისე ვაკავშირებთ, ესე იგი, აქ დავაკავშიროთ შემერთებელი თვალით და შემდეგ რიგზე გადავდივართ უკვე აი აქეთ, ხო? აი აქ გამოვარჩიოთ. აი აქ. აი ესე. ისევ შემერთებელი თვალი და მოტრიალდი. აი ესე. ეხლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ მატება უკვე ამ რიგში. აბა დავაკვირდეთ. აი ბოლოში რო გავალ. იქ გავაკეთებთ მატებას. ერთი ეს პირველი თვალი ნამატის გარეშე. ესე იგი მატებას გავაკეთებთ. ერთ თავისუფალ თვალს დავამატებთ ბოლოში. ანუ ბიჭის თვალის გარდა კიდევ ერთ თვალს მოგსო, ხო? თავისუფალს. ანუ ორ თვალს მოგსოთ თავისუფალს. ანუ ესე გაკეთდება მატება. თუმცა შეიძლება თქვათ ერთი თვალიდან ორი მოგსოთ ბოლო თვალზე და ამითიც ესე სხვადასხვა ვარიანტებია ესე. ხო, მე ვფიქრობ, რომ ესე თავისუფალ თვალს დავამატებ უფრო. ესე ცოტა დაგრჩა. კიდევ რამოდენიმე თვალი. მე უკვე 20 თვალი დაგვიგროვდება მატებით, ხო? მე თქვენ გააგრძელებთ, მე გეტყვით როგორ. აი ეს ბოლო ნიშნულის თვალია, მოგსოვოთ, რა თქმა უნდა. და აი აქ ნახეთ, დაკვირდით, აი როგორ ჩამოვიდა, ქვემოთ ჩამოვიდა. ეხლა პირიქით ზემოთ ავალთ ცოტა. ერთი თავისუფალი თვალი, კიდევ მეორე თავისუფალი თვალი. მოტრიალდით. ესე იგი ეს მეორე თავისუფალი თვალი ბიჯის არის. მისი წინა არის მატებისთვის რაც გავაკეთეთ, ხო? ეხლა მე მექნება 18 თვალი. ნამატის გარეშე, აი კაპიშონის ადგილას. აი აქ, ეს ჩავამაგრე პირველ თვალზე, მაინც ნიშნული გავაკეთოთ. კარგით. და ვაგრძელებთ. მომდევნო. შეამოწმეთ ხოლმე მაინც ეხლა თქვათ, რომ მატება გავაკეთეთ, ნამდვილად გაგვიხდა 18 თვალი, ხო? ნიშნული და ნიშნამდე, ნიშნების ჩათვლით, რა თქმა უნდა. კარგით. ზურგის მხარეს ჩვეულებრივ, ესე იგი, ამ რიგსაც დავაკავშირებ, მე გადავალ მომდევნო რიგთან, ასევე შემართებელი თვალით და უკან წამოვყვებით, ხო? როგორც აქამდე ვაკეთეთ, ზუსტად ერთნაირად იქსოვება ზურგის მხარის დაკავშირება. უბრალოდ როცა მივახლოვდებით ბეჭის მხარს, იქ ესე იგი, ორი რიგი დავაკავშიროთ ბეჭის ერთ თვალს. ცოტა ისე მომგვალება რომ გავაკეთოთ კაპიშონის ფორმის ესე. კარგი, აი მოვედი ახლა ნიშნულის თვალთან, მოგსოვენ. გადავიტანოთ ეს ნიშნული ამ მოგსოვილ თვალზე. შემდეგი, აქ პრინციპში ახლა ცოტა დავრჩა, ცოტა რიგებია უკვე. აქ კავშირი მაქვს, ანუ ახლა შევდივართ ჩვენ, სადღაც აი აქ. ოღონდ ისე რომ ერთ ძაბში არ შევხვიდეთ. აი ესე. აი ესე. შემართებელი თვალი. ეს ამ რიგის. ეხლა მეორე რიგი უნდა მოგსოთ, ამიტომ კიდევ უნდა გადავიდეთ, ხო? აი აქეთ. ახლა მე ვფიქრობ, რომ აქ ცოტა ზედმეტი ნახეთ. კარგად შევხედოთ. ეს კავშირი იყო აქ, ესეც აქ იყო. ეხლა ეს არის ფაქტობრივად აი აქ კავშირი, აი ამ ხაზის წინ უკვე კავშირი იყო. ეს არ აგვერიოს. აი აქ უნდა შევსულიყავი ახლა სინამდვილეში. თორემ ზედმეტად ბევრი რიგები დაგიგროვდებათ. აი ესე. და შემდეგ უკვე აი აქ. ანუ ფაქტობრივად თქვენ რამდენჯერმე რომ მოგსოთ, უკვე მიხვდებით ქვემოთ რო ჩამოსვლისას რომელ და რომელ ამ ხაზებს შორის როგორ შედიხართ. აი ხაზებს შორის ესე შედიხართ, აქ შედიხართ, მე აქეთ გადადიხართ. აი ესე მე უკვე ახლა მივხვდი რომ ცოტა რაღაც შევცვალე თითქოს უკვე ეს თანმიმდევრობა და აი ესე.
ეხლა მოვტრიალდები. ესე. ხო, ეს ცოტა დასაბნევი არის რიგების გარჩევა. აი ზურგის მხარეს რო არ აგერიოთ. ყოველ რიგში თითოჯერ უნდა შეხვიდეთ და შეუსაბამოთ კაპიშონის თითო რიგი. აი ესე, ჩამოხვედით რიგით. დააკავშირეთ აქეთ ზურგის მხარეს ერთ რიგს. შემდეგ ზურგის მხარეს მეორე რიგზე გადადით და მე მეორე რიგს მოგსვთ უკვე ხო კაპიშონისას. აი ესე უფრო ლოგიკურად რომ იმსჯელოთ. წესით აღარ შეგეშლებათ. ეხლა კიდევ უნდა გავაკეთოთ მატება. ხო. ესე იგი სანამ 20 თვალი არ დაგიჯდებათ კაპიშონის მხარეს. სამი თვალი უნდა მოუმატოთ ჯამში. ერთი თვალი უკვე მოუმატეთ, ეხლა მეორე. ეს ბოლო თვალი მოგსოვე. ნიშნული მოვსენით. ერთი თავისუფალი თვალი და კიდევ მეორე თავისუფალი თვალი, როგორც მატებისთვის, ხო? აი ეს. ეხლა ეს ბიჯის თვალს არ ვეხებით, აი აქ პირველი თვალი. ეხლა გექნებათ 19 თვალი უკვე. კიდევ ერთხელ გვინდა მატების გაკეთება. ანუ ხვდებით ერთ რიგში, აი როცა მოგსოვე ორი თავისუფალი თვალი, იქ გავაკეთე მატება და ეხლა უკვე აღარ ვაკეთებ. ამ რიგში ეხლა ითვლება არ ვაკეთებ მატებას. უბრალოდ გსოვ იმას, რაც წინა რიგში მოგსოვე, ხო, ასე ვთქვათ, რა დავამატე ის ერთი თვალი, იმას უბრალოდ გადავუარეთ, ესე მოგსოვეთ, როგორც თვალი ნამატის გარეშე. აი ესე. ესე იგი 19 თვალი გექნებათ, მაინც გადავთვალოთ, ხო? შევამოწმოთ. შემდეგ კიდევ ერთი მატება და მე უკვე სანამ ბეჭის ესე იგი ჩაკერვის ადგილას არ მივალთ, იქამდე უნდა გვსოვოთ უკვე 20 თვალი. უბრალოდ ესე ზურგის მხარე რო დავაკავშიროთ, აი ეს იქნება მნიშვნელოვანი რომ სწორად ვაკეთოთ. აი ეს ნიშნულის ნიშნულს დავაბრუნებ აქ და დავაკავშიროთ მომდევნო რიგს, ესე იგი როგორც თქვით, აი ეს ახლა იწელება, მაგრამ არის აი ამ ხაზის წინ გაკეთებული და ახლა ხაზის შემდეგ. აქ როცა ჩამოვდივართ ხოლმე ხაზის შემდეგ უახლოეს ესე ხვრელში შევდივარ, მე გადავდივარ მეორე ხაზის წინ, კიდევ სადღაც იქ ორი კედელი რო გამოვარჩიოთ ისე, აი ესე. აი ეს მეორე ხაზი, ხო? აი ეს მეორე. აი ეს ერთი ხაზი, მეორე ხაზი. ანუ როგორც რიგები ესე ვთქვათ. აქაც შემართებით თვალით და მოვტრიალდით. კარგი მძიმეა უკვე ნაქსოვი. მძიმდება და მძიმდება. აბა ეხლა პირველი თვალი. აქ. აქ დავაბრუნოთ ნიშნი. ეს ნიშნულის თვალი მოგსოვოთ და ეხლა მე გადავთვლი, კარგით? აი, აქედან ნიშნულის ჩათვლით 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 19. აი, 19 თვალი გაქვთ. კიდევ გვინდა ერთი თვალი. 1 და 2. აი ესე. მოვტრიალდით.
ეხლა უკვე 20 თვალი გექნებათ ბიჭის თვალს არ ეხებით მომდევნოში. აი აქ. პირველი თვალი. აქ დავაბრუნებ ნიშნულს. კარგით. აი ეხლა უკვე გსოთ 20 თვალს. სანამ არ მივალთ ბეჭის ადგილას. ფაქტობრივად სულ 20 თვალს მოგსოთ ბეჭის ადგილასაც. უბრალოდ იქ კიდევ გაჩვენებთ, რომ აი არ აგერიოთ ორი რიგი უნდა ამოვიყვანოთ ბეჭის ერთი და იგივე თვალიდან, ხო? სადაც ნაკერი გავაკეთეთ. კარგით, ესე იგი, მოდით გაყევით ახლა თქვენ. აქ რამოდენიმე რიგი დაგვრჩა ნახეთ. 1 2 ფაქტიურად და უკვე ის არის ჩაკერის ადგილი. ანუ სადაც 2 რიგი, ალბათ ესე ხო? 2 რიგი კიდე აი ხა ამის ჩათვლით ფაქტიურად. აი ესე. და მე კიდევ ბეჭის ადგილიდან ამოვიყვანთ კიდევ 2 რიგს. აი მოვედი, ნახეთ ბეჭის ადგილას ვარ უკვე. აი აქ ეს უკვე მოგსოვე ბოლო თვალი, დავამაგრე აქ ნიშნული. აი ხედავთ ხო? ნახეთ. აი აქ ვარ. ეხლა უნდა ჩავიდეთ აი ამ ადგილას, სადაც ნაკერია. ამისთვის აი ესე პატარა ყაის ნახს ავიღებ და აი აქ ჩავალ ეს ორ ძაბში აი ესე და ისე იგივე აი აქ გავყვებით ზემოთ ამდენ ნიშნული მოვხსნათ ხო აი ხა ხედავთ რომ აქ არ გადავდივარ წინ ხო ერთი აი ესეთი რიგი გაქვთ მაგრამ ეს უკვე ჯერ არ გავაკეთებთ ამ რიგს აი გავყვებით ზემოთ ჩამოვალთ და მე უკვე აი ეს ეხლა აქ მოდით გავაკეთებ აქ მე ნიშნულს მაინც ჯერ იმიტომ რომ უნდა დაუბრუნდეთ ამ წერტილს ისევ ხო და შემდეგ უკვე გავაერთიანებთ ჩვენ კაპიშონს და წინა მხარეს და უკვე ერთიანად მოგსოვთ უკვე აი უფრო გრძელი ნაკსოვი გექნებათ ეხლა აქ რა თქმა უნდა 20 თვალი გვაქვს ესე კაპიშონის გასწრილ და აი ეს არის ესე იგი ამ ნაკერთან აი ნაკერიდან ამმავალი და მეორე რიგი რომ მოტრიალდებით ასევე ჩავა და უკავშირდება ისე ამ ნაკერს როგორც იქით მხარეს მხრის ადგილას ნაკერზე იყო ესე გავყვეთ ახლა მოგსოვოთ ბოლომდე ნიშნულის ჩათვლით ეხლა აი ნიშნულის თვალი ამოვიყვანოთ ხო ნიშნული მოვხსნათ ერთი თავისუფალი თვალი მოტრიალდით პირველი თვალი ეხლა აი აქ მე გავაკეთებ ნიშნულს თუმცა ჯერ კიდევ აი მე რიგებს ვთქვათ რომ დავიმახსოვროთ რიგების რაოდენობა რამდენი გვაქვს ხო აი უკვე როცა გავაერთიანებთ აი ამ კაპიშონს და წინა მხარეს, აი იქ სასურველია რომ ერთი ნიშნული ისე გააკეთეთ, რომ დატოვოთ აი პირველ რიგზე, როცა დავიწყებთ უკვე გაერთიანებული აი ესეთი გრძელი ნაკსოვის გაკეთებას. კაპიშონი პლუს ქვედა მხარე, ხო? ჯერ არ გვაქვს გაერთიანებული, აი ახლა როცა მივალ აი ნიშნულთან ხო, ქვემოთ უკვე გავაერთიანებთ, ოღონდ მოტრიალდებით, აქეთ მხარეს როცა წამოვალთ, ფაქტიურად ეგ იქნება.
აი ცოტა დაგვრჩა. სულ ესე უკანა კედელს შესვლით, თვლები ნამატის გარეშე, ხო? არაფერს არ ცვლით უზორში. აი ესე. და კიდევ ერთი თვალი. აი ეს თვალი. კარგით. ეხლა ნახეთ, მოვედით აქ. ეს თვალი ჩავიტანოთ ჩვენ ისევ აი იმ ადგილში, აი ეს ნახეთ, ხრის ადგილია, სადაც ნაკერია და აი ეს თვალი ჩავიტანოთ. აი ესე. მოდით გავაკეთოთ მაინც შემაერთებელი თვალი ჯობია ესე. შემაერთებელი თვალი. აი ესე. როგორც ვაკეთებდით, ხო? აი ახლა ერთ წერტილთან არის ორი რიგი დაკავშირებული. და ამის შემდეგ უკვე ისევ დიდ ყაის ნახს ავიღებ. და ნახეთ, აი ეს ძაფი მოვჭერი, მე გახსოვთ ხო ეს წინა მხარე, აი ნახეთ აქ ჯიბია და ესე აი აქ ამოვედით და აქ დამთავრდა. ეხლა აქ მე კი გავატარე ეს ძაფი, მაგრამ ეს უბრალოდ თვალი რო არ გაქცეულიყო, ამიტომ. აი ეს თვალი გჭირდებათ თქვენ ეხლა. და აი ეს ძაფი აქ კვანძი გქონდეთ აუცილებლად, აი სადაც მოჭერით. და აი ეს თქვენი თვალი გამოატარეთ აი აქ. აი ესე. მე ცოტა ღრმად კი ჩარჩა ეს ძაფი, მაგრამ არა უშავს, ეს ზემოთ უნდა ამოვიყვანოთ მაინც. აი ესე და ესე იგი, აქედან მოვედით აქ, ჩამოვედით და აქ უკვე დახვდა, აი შემდეგი რიგი დახვდა, რომელიც არ მონაწილეობდა იმ ხართან, რაც კავშირები გავაკეთეთ, ხო? უბრალოდ აი აქეთ რაც რითიც ვხსოვდი, ეს ძაფი მოვჭერი და აქ კვანძი მაგაკეთებული. ხოლო აი ამ ძაფით ვაგრძელებ, რომელსაც აი კაპიშონის საქსოვად ვიყენებდი. კარგით, ეხლა ვაგრძელებთ ესე გნახეთ, აი პირველი თვალი თქვენი, იქ სადაც ნიშნული ქონდათ ფაქტურად, აი ეს არის. და აი ეხლა უკვე გაერთიანდა თქვენი ქვედა მხარე და ზედა კაპიშონი. აი ეხლა ამ რიგის ჩათვლით უნდა მოგხსოვოთ თქვენ 10 რიგი. ეხლა ეს ასე ვთქვათ პირველი რიგია. და აი ეხლა გირჩევთ რომ აი ეს ნიშნული ხო, აი აქ რა ნიშნულიც გვაქვს. ეხლა რო მას მოგხსოვთ, გადავიტანთ და მან დავტოვოთ, რომ დავიმახსოვროთ, ეს იყო პირველი რიგი. სულ მოგხსოვეთ 10 რიგი, ესე იგი პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. ესე იგი, ჩვენ გვინდა რომ დასრულება, სასურველია რომ მე-14 რიგი. ჩვენ გახსოვთ იქით ხარეს 14 რიგი ქონდა. აქ შეიძლება ზუსტად 14 არ გამოგვივიდეს, მაგრამ სულ ბოლო რიგი, როცა უკვე ნაკსოვს ასრულებთ, უნდა იყოს შემაერთებელი თვლები, რომელიც ზემოთ უნდა იყოს მიმართული. ზემოთ უნდა ავიდეთ, რომ ესე სიმეტრიულად გამოგვივიდეს, მეორე მხარეც ასეთი მაქვს მოგხსოვილი და მანამდე კიდევ ღილისთვის არის ჭრილები საჭირო და ორი რიგი გჭირდებათ ამისთვის. აი ღილის ჭრილი რო ფორმირდეს ესე კარგად ლამაზად. ესე იგი. ამიტომ ხო, მაშინ ჯობია რომ ქვემოთ მოვხვდეთ. ქვემოთ თუ მოვხვდებით და ჯიბი ეს ჭრილისთვის ესე იგი ღილის ჭრილისთვის ქვემოდან ზემოთ რო ამოვალთ, გავაკეთებთ იქ ჭრილს, მე ერთი რიგი ქვემოთ კიდე უნდა ჩავიაროთ და მე ზემოთ რო ამოვალთ, უკვე შემაერთებელი თვლები იქნება. ხო, ესე იგი ქვემოთ რო ესე იგი ეხლა მე ნახეთ ერთი რიგი მოგხსოვეთ. აი ეს იყოს პირველი რიგი, რომელსაც აი ეხლა ვითვლი რომ გჭირდება ჩვენ კიდევ პირველი, ხო? 10 რიგი გჭირდება. ხო, ზუსტად ესეც გამოდის, ნახეთ, ეს არის პირველი რიგი, ეს დატოვეთ, ეს ნიშნული აქ. მე სხვა ნიშნული გამოიყენეთ უკვე უბრალოდ ეს პირველი თვალის მოსანიშნად და ეს იყოს იმისთვის რომ რიგები გადათვალოთ, ხო? ეს პირველი რიგი მოგხსოვე, მეორე ქვემოთ ჩავა, მესამე, მეოთხე, მოკეთ ლუწი რიგები ქვემოთ ჩავა. აი მე-10 რიგი ჩავა ქვემოთ და აი ქვემოთ რო ვიქნები მე-10 რიგი რომ ექნება მოგხსოვილი, აი მაშინ დაგიბრუნდებით და ღილის ადგილებს, ჭრილებს გავაკეთებთ ერთად და იქ მოკეთ 3 რიგი დაგვრჩება მოსაქსოვი. ანუ სულ გვექნება
აი ესე ერთი თავისუფალი თვალი, სულ გვექნება 13 რიგი, აი ამის ჩათვლით, ამ ნიშნულის ჩათვლით. ახლა ცოტა ხო ეს ჭირს, მაგრამ აი ეს ნიშნული დატოვეთ, რომ აითვალოთ რიგები. და თუ გინდათ აი პირველი რიგის, ეხლა აი პირველი თვალის მოინიშნო, აი ეხლა სხვა ნიშნული კიდევ დაამატეთ და ეს რა თქმა უნდა გადაადგილდება ეს ნიშნული ეს, ხო? ეს იყოს რომ არ აგერიოთ. ეხლა მეორე რიგს ვქსო, ხო? მე უკვე მეორე რიგი არის, ქვემოთ ჩამავალი. სულ ბოლომდე უნდა ჩახვიდეთ, ნახეთ? კაპიშონს უნდა გააცდეთ ქვემოთ, ჯერ არ გამსტავართ, ხო? იმიტომ რომ წინაზე აქ რომ მოვედი, მოვტრიალი და უკანა ვყევი. ეხლა აქ ნახეთ, აი შეუმჩნევად, ესე უნდა გაყვეთ სულ ბოლომდე. და მოგსოვოთ, ესე იგი, როგორც გითხარით, 10 რიგი. შემდეგ ერთად გავაგრძელებთ. აი ხა ნახეთ, მაინც მინდა გაჩვენოთ ეს ადგილიც, ხო? აი გავიაროთ აი ეს ბეჭის ნაკერის ადგილი, აი აქ გაქვთ ბეჭის ნაკერი და აი ჩავყვეთ ქვემოთ, ხო? უკვე გაერთიანდა კაპიშონი და ქვედა მხარე, რაც ესე დარჩენილი ქონდა მოსაქსოვე. ერთიანად გვსოვთ. კარგი, აი ესე მოგსოვთ, ეს ახლა როგორც გითხარით, მეორე რიგია ჯერ. მეორე და როცა გვექნება 10 რიგი მოქსოვილი, შევხვდებით, აი ესე უნდა ჩახვიდეთ სულ ბოლომდე, აი აქ მოტრიალდეთ, თავისუფალი თვალი აუცილებლად მოტრიალებისას და ესე 10 რიგი მოქსოვეთ.